მოწმეები დაიკითხნენ სასამართლოზე, რომლებმაც განმარტეს ზიანის ოდენობის საკითხი, თუმცა მათ არ მიუთითეს დაზიანების წყარო ვინ იყო. შესაბამისად, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას თუ რა ფორმით დაზიანდა, ვინ დააზიანა და მათი სამსახურეობრივი კომპეტენციაც არ იძლევა იმით საშუალებას, რომ თავად შეაფასონ დაზიანების ხარისხი. ამასთან ერთად წარმოდგენილი არ არის საქმეში დაზიანების, ასე ვთქვათ, ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც უშუალოდ და უტყუარად დაადგენდა დაზიანების ღირებულებასა და ოდენობას. ამასთან ერთად სასამართლოზე მოწმეებმა განმარტეს უბრალოდ წარმოადგინეს პოზიციები ამ შესაბამისი ორგანოების. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ზიანის დადგომასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ ფაქტორული გარემოები იქნას ყოველთვის შესწავლილი და გაეცეს მთავარ კითხვებს პასუხი. ვინ მიაყენა აღნიშნული დაზიანება, ზიანი როგორ არის გამოწვეული და იყოს ეს ზიანი დადგენილი სწორად დათვლილი. მოწმეების დაკითხვის დროს გამოვლინდა ის, რომ მოწმეები ზოგადად საუბრობენ, რომ არსებობს რაღაც დაზიანება, კონკრეტული დაზიანების მიყენებელი, ვინ მიაყენა დაზიანება, ამას ერთ-ერთი მოწმე ვერ ასახელებს კონკრეტული პირი თუ არის შემხებელობაში, ასევე ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი არის ის, რომ კონკრეტული ფაქტორული გარემოების გამოკვლევა არ ჩატარებულა. მოწმეები ამბობენ, რომ ჩვენ სამსახურს გადმოეცა ინფორმაცია და ამ ინფორმაციას ახმოვანებენ სასამართლო დარბაზში. ახეთ მარტივად ვკითხეთ თბილსერვიჩ ჯგუფის წარმომადგენელს, რომელსაც დაესვა ასეთი კითხვა, რომ რამდენი ხნის დამონტაჟებული იყო კონკრეტული ურნები კონკრეტულ ლოკაციებზე და იყო თუ არა ისინი აბსოლუტურად ვარგისი. იყო თუ არა დაზიანებული და შესაბამისად, როდესაც დაითვალა შესაბამისმა სამსახურმა და 157,000-ის ოდენობით ზიანი განსაზღვრა, მიგვაჩნია, რომ ასე დროს ცალსახად უნდა ყოფილიყო შეფასებული აქციების დაწყებამდე მისი ფუნქციური ღირებულება და საექსპლუატაციო ვარგისიანობა და ასევე აქციების შემდეგ იმ დაზიანების ხარისხთან დაკავშირებით უნდა მოხდარიყო შეფასება, მაგრამ ის ურნები, რომლებიც მანამდეც დიდი ალბათობით იყო დაზიანებული, ამ ურნების დაზიანებას რომ ედავებიან იმ ბრალდებულებს, რომლებიც დღეს არიან წარმოდგენილები სისხლისამართლის საქმეზე, მიგვაჩნია, რომ არ არის პროპორციული და არ არის სამართლიანი, რადგან რომ დავითვალოთ ახალი ურნის ღირებულება, ბუნებრივია განსხვავდება დაახლოებით 3 წლის მანძილზე ექსპლუატაციაში ნამყოფი ურნის ღირებულებისგან და შედარება ბუნებრივია ცდომილება გამოიკვეთა